სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი პარაკლისი უკავშირდებოდა წმინდა თეოდორე ტირონის ხსენებას, რომლის ხსენებაც სინამდვილეში ხვალ არის, მაგრამ დღევანდელი დღე რას უკავშირდება, ესე იგი მეოთხე საუკუნეში იყო ასეთი იმპერატორი იულიანე განდგომილი. თავდაპირველად იულიანე როგორც ჩანს ქრისტიანი იყო, მაგრამ მერე განუდგა თავის რწმენას. ზოგადად რომის იმპერატორები ფიქრობდნენ ხოლმე, რომ ესე იგი თუ გაძლიერდებოდა რომში კერთაყვანისმცემლობა, ამითი რომიც გაძლიერდებოდა. აი კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა. თუმცა კერთაყვანისმცემლობაში ისინი რწმენას კი არ ხედავდნენ. უბრალოდ რომის ერთ-ერთი გამოერთიანებელი ესეც იყო, რომ ყველა უნდა მისულიყო და მსხვერპლის შეეწირა. ერთი ასეთი დიდი საეკლესიო მოღვაწე იყო ალექსანდრე შმემანი, ის ამბობს ასეთ რამეს, რომ ანუ მათთვის რწმენა კი არ იყო მთავარი. რწმენა შეგეძლო სადაც გინდოდა იქ გეძებნა, მაგრამ შენ უნდა მოსულიყავი და კერპებისთვის მსხვერპლის შეგეწირა. აი მოწამეთა ცხოვრებაში რამდენჯერ არის, რომ იმას კი არ დაუწყებდნენ, რომ შენ ასე გწამს თუ ისე გწამს. გულში შენ როგორც გინდა ისე გწამდეს ეთქოდნენ, მაგრამ შენ უნდა მოხვიდე და იმ კერპების წინაშე მსხვერპლი უნდა შეწირო. და ამას ასეთი მზაკრული გეგმა მოუვიდა, რომ ხედავდა, რომ ქრისტიანები ესე სიმტკიცეს იცედნენ და მსხვერპლს არ წირავდნენ კერპებს. მან ასეთი მზაკრული რამ მოიფიქრა. დიდი მარხვის პირველი კვირა იწყებოდა და იმიტომაც დიდი მარხვის პირველ კვირაში აღესრულება ხოლმე ყოველთვის მისი სავედრებელი პარაკლისი წმინდა თეოდორე ტირონის. მან ასეთი რამ მოიფიქრა, რომ ნაკერპავის სისხლით ასეთი ბრძანება გამოსცა, რომ ნაკერპავის სისხლი, ანუ კერპებისთვის შეწირული ცხოველის სისხლით წასულიყვნენ და ჩუმად ბაზარზე სურსათ სანოვაგისთვის ებკურებინათ ეს სისხლი, რომ ქრისტიანებმა არ იცოდნენ რა ეს ამბავი, იყიდნენ ამ პროდუქტს და რომ მიიღებდნენ, ამითი მარხვას დაარღვევდნენ, ესე იგი და თან კერპისთვის შეწირული სისხლის შეჭმაც მოუწევდათ, ასეთი გეგმა ჰქონდა. მაგრამ დავით მეფსალმუნე ამბობს ასეთ სიტყვებს: არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი. არა თუმცა უფალმან დაიცა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ ხუმილნი მისნი. ანუ თუ უფალმა არ ააშენა სახლი და თუ უფალმა არ დაიცა ქალაქი, ტყუილად შრომობს მისი მშენებელი და ტყუილად ხიზლობს მისი დარაჯი, მაგრამ თუ უფალმა დაიცა ქალაქი და თუ უფალმა აღაშენა სახლი, ვერც იმის შენებას ვერაფერი შეუშლის ხაზს და ვერც იმის დაცვას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ და სწორედ ასე მოხდა აქაც. კი მოინდომა მზაკვარმა ას გაეკეთებინა, მაგრამ ჯერ კიდევ დაახლოებით 50 წლის წინ გარდაცვლილი წმინდა თეოდორე ტირონი, რომლის ხსენებაც ხვალ არის, გამოეცხადა ერთ-ერთ მღვდელმთავარს. ეს ხდება დაახლოებით 60-იან წლებში, მე-4 საუკუნის. გამოეცხადა მღვდელმთავარს და აუწყა ის დაფარული მზაკრობა, რაც ჰქონდა იმპერატორს და უთხრა, რომ ასე გამოუცხადა მრევლს, რომ ამ კვირაშიო მხოლოდ თავთან მოხარშული ხორბალი ჰქონდეთ საჭმელად. ამიტომაც იხარშება ხოლმე ამ დღეს წანდილი სპეციალურად ამისთვის და მორწმუნეებს ურიგდებათ იმ ღვთის განგებულების გასახსენებლად, რითაც უფალმა დაიცა ადამიანები თავისი ერთგული შვილები მარხვის გატეხვისაგან და აი ესეა, რომ თუ უფალი დაიცავს, მაშინ წინ ვერაფერი ვერ დაუდგება და თუ უფალი არ დაიცავს, აი როგორ არის ნათქვამი, თუ ვინ არისო ბოროტის მყოფელი ჩვენ და უკვე თუ ღმერთი ჩვენ კერძო არსო მოციქული ამბობს, ან თუ ღმერთი ჩვენს მხარეს არის, ვინ არისო მაშინ, ვინ დაუდგება იმას წინ და ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე და რა ძალა აქვს მას ღვთის წინაშე. მაგრამ მეორე მხრივ რო ვთქვათ, აი ხელ ვკითხულობდი იღუმენი ნიკონის ერთ-ერთი წერილი იყო, რომ ამბობს ამპარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო დაბალთა მოსცის მადლიო და ასე იგი თუ ამპარტავანს ღმერთი შემოსრავს და
თუ ანუ ღმერთი ეწინააღმდეგება აპარტავნს, ანუ თუ ღმერთი შენს წინააღმდეგ არის, მაშინ ვიღა დაგიცავს, ანუ პირიქით რო ვთქვა. თუ ღმერთი შენს წინააღმდეგ არის, ვინ დაგიცავს და თუ ღმერთი შენს მხარეს არის, ვინ არის შენი წინააღმდეგი. მაგრამ სხვაგან ამბობს დავით მეფსალმუნე, რომ უფალმა აკურთხოს ერისთვის მშვიდო, უფალმა ძალიერსა თვისა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერთვის მშვიდობით. თუ უფალი თავის ერს აკურთხებს მშვიდობით და თავის მადლს მოსცემს და ძალას მისცემს, ესე იგი, თუ ადამიანი ღვთის ერი არის, თუ ადამიანი ქრისტესია, მაშინ ღმერთი მას დაიცავს და არავინ არ იქნება იმის ძალის მქონე, რომ უფლის ხელიდან, როგორც სახარებაში წერია, რომ მამა ჩემი უფალი რამოს ყველაზე დიდიაო და მისი ხელიდან ვერავის გამოიტაცებს. მაგრამ ადამიანს უნდა უნდოდეს ღვთის ხელში ყოფნა და ეს ამბობს იღუმენი ნიკონი, რომ ესე იგი, თუ ჩვენო ლოცვისა და ესე იგი საკითხავის გარეშე ვიქნებით, ანუ წმინდა მამათა ნაწერების გარეშე ვიქნებით, ეს ჩვენთვის არ იქნება მოწყობილი. იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ, ეშმაკი, რომელიც როგორც მოციქული პეტრე ამბობს, როგორც მკვირალი ლომი დადის და ეძებს ვიღაცას, რომ დაღუპოს და შთან დგას. ამ ხელა გამოცდილება აქვს თან ადამიანთა ბრძოლისა და ადამიანი ძალიან უსუსურია მის წინაშე. და წმინდა მამებმა თავისი გამოცდილება ეშმაკთან ბრძოლისა, რომლებიც იცნობდნენ ეშმაკს და მის მზაკრობებს, სწორედ ასე წერილობით დაგვიტოვეს. და როდესაც ადამიანი აი ამას კითხულობს, ის ეცნობა ეშმაკის მზაკრობებს და რადგან იცის მისი მზაკრობა და მისი ხერხები და მისი ბრძოლის, ესე იგი, გამოცდილება ადამიანთა მიმართ ბრძოლისა, ამიტომაც უფრო მეტად არის დაცული. ამიტომ ერთი მხრივ ლოცვის, ანუ ღმერთს რო შეევედრო და მეორე მხრივ აი ამ გამოცდილების გარეშე ადამიანი არ უნდა იყოს. არ არის ქრისტიანი მარტო ის, რომ თავშად აი აღსარება თქვას ეზიაროს, უნდა იცოდეს თავისი რწმენის შესახებ, უნდა იცოდეს იმ ბრძოლის გამოცდილების შესახებ, რაც წმინდა მამებმა თავის თავზე გადაიტანეს და ახლა ჩვენ აი რამხელა მადლია ესე იგი, რომ ადამიანს ეს აქვს. წარმოიდგინეთ, ომში წახვიდე, იარაღი იქვეგეთოს და შენ იარაღს არ იყენებდი ამ ბრძოლაში. და რა მოხდება იქ? კარგი არაფერი არ მოხდება. ამიტომ სულიერ ბრძოლასაც თავისი სულიერი იარაღები აქვს ბრძოლისა და ჩვენი მხრიდან უფალთან ყოფნის სურვილი სწორედ ამითი უნდა გამოხატოთ, რომ შევიარაღდეთ იმით. ამისი მცდელობა უნდა ჰქონდეს ადამიანს. თუ ადამიანი არაფერს არ აკეთებს, ესე იგი და არაფერში არ ჩანს, რომ მას ღმერთთან უნდა, რომ ღმერთის შვილი იყოს, რომ ღვთის ერი იყოს და მარტო ამ პარტავნებით გაიძახის, რომ მე ქრისტიანი ვარ და ასეთი ვარ და ისეთი ვარ, ესეთი ძალიან სუსტია ეშმაკთან ბრძოლაში და ძალიან ბევრი დაცემა შეიძლება შეერწყოს. მაგრამ თუ ადამიანი თავს დაიმდაბლებს, თავის დამდაბლება იმაშიც გამოიხატება, რომ მე კი არა ვარ რაღაც, არამედ მე სხვისი ნაწერი უნდა გავიზიარო, წავიკითხო, შევიმეცნო, რა როგორ გავაკეთო, თავს დაიმდაბლებს არა, იქ წერია, რომ უფალმა დაბალთა მოსცის მადლი და თუ უფალი მისცემს ადამიანს მადლს და უფალი დაიფაროს, მაშინ მისი წინააღმდეგი ვეღარავინ აღარ იქნება. იმიტომ რომ მას უფალზე ექნება იმედი დამყარებული და არა საკუთარ თავს. აი აქაც დღევანდელი დღე რასაც უკავშირდება. ქრისტიანები ღმერთზე იყვნენ მინდობილი და მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელი იყო საერთოდ რამე გაერკვიათ, რომ ნაკერპავის სისხლია იქ პურებული თუ რა არის, ღმერთმა ისეთი გზით, რასაც ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, დაიცვა თავისი ერთგული შვილები. გამოეცხადა რა წმინდა თეოდორე ტირონი მუდამთავარს და აუწყა და გააფრთხილა ამ ყველაფრის შესახებ. ღმერთმა მოგვანიჭოს ეს მადლი სულის საცხოვნებლად და ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფოთ.